გვაქვს შესაძლებლობა ხვალინდელი დასკვნითი სასამართლოს ხდომის წინ მოусმინოთ ადამიანს ადვოკატს მაია მწარიაშვილს რომლის გამოსვლაზე შეგვიძლია ვთქვათ რომ ლეგენდები დადის და ამაში დამსახურება ბრჭყალებში მათ შორის მიუძღვის რეჟიმს იმის გამოც რომ მათ აგრძალეს ტელევიზიების მიერ გადაღება ადგილზე და არა მარტო ტელევიზიების მობილურითაც კი შეუძლებელია მე დარწმუნებული ვარ რომ ასე ვთქვათ მოცემით ხო შთამბეჭდავი არის ის რაზეც და როგორც მაია მისაუბრა, მაგრამ არანაკლებ და კიდევ უფრო მეტად შთამბეჭდავი იქნებოდა მისი როგორც ადვოკატის სიტყვა ამ სასამართლო პროცესზე. თუმცა ჩვენ მაიას ჩართვა მოვისმინეთ, ეთერში ვიყავი მაშინ, როდესაც დამთავრდა ეს გრძელი სხდომა და მივესალმებ პირველ რიგში მაიას და ჩემი პირველი შთაბეჭდილება მაია რაც იყო თქვენს ემოციურ განწყობას უკავშირდებოდა იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ამხელა პროცესი გამოიარეთ მარტო ისდღე არ მაქვს ხედველობაში მაინც გაკვირვებას ვერ მალავდით ქართული მართლმსაჯულების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. თუმცა ყველას რა თქმა უნდა გვაინტერესებს როგორია თქვენი მოლოდინები ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ხვალ ელი თუ არა, აი პირველ რიგში ეს ტექნიკური საკითხი გვაინტერესებს ელით თუ არა განაჩენის გამოცხადებას. მოგესალმებით გიორგი, მივესალმებით ტელემაყურებელს პირველ რიგში უღრმესი მადლობა ესეთი კომპლიმენტებისთვის და საზოგადოების ყველა წევრს სიმართლე გითხრათ არასოდეს ველოდებოდი თუ ვთქვათ საზოგადოება ასე შეაფასებდა ჩვენს შრომას უღრმესი მადლობა ამისთვის მაგრამ ხო ნუ ჩვენი საქმეა სხვანაირად არც არასოდეს მიფიქრია ეხლა რაც შეეხება ხვალინდელ მოლოდინებს გიორგი ხვალ პრინციპში ხომ გადაიდო ეს ხდომა მხოლოდ იმიტომ მე მქონდა განცდა და დარწმუნებული ვიყავი რომ მოსამართლეს უნდოდა იმ დღეს სახეზე ვკითხულობ ხოლმე აი სახეზე ვკითხულობდი ამ დავალებას იმ დღეს უნდოდა მას ხდომის დასრულება უბრალოდ უკვე შეუძლებელი იყო თვითონ მზია დაღლილობისგან ფეხზე ვერ იდგა ადამიანი ვერ აზროვნებდა რამოდენიმეჯერ ცადა მოსამართლისთვის ეთქვა რომ აი როდემდე იჩნებდა ბოლოს უბრალოდ ბოლოს მიხვდა მოსამართლე ასე ვთქვათ რომ რაღაცა ეს ზოგჯერ ხომ აი ისევე როგორც ჩემი სიტყვა ხომ ვთქვათ და მაცალა ამდენი ხნის განმავლობაში საუბარი ესაც ემსახურებოდა იმას რომ რაღაცა პროცედურული სამართლიანობის ილუსტრაცია მოახდინონ ვითომ და ღამის 11 საათზე უბრალოდ ვერ დააძალა მზიას რომ თქვი შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საბოლოო სიტყვაო. მოგეხსენებათ გამოძიებაში სულ ერთხელ მისცეს შანსი რომ ჩვენება მიეცა ესაც იყო ღამის 4 საათზე და ესეთი მეორე იქნებოდა იმ დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ამიტომ მოსამართლემ ასე ვთქვათ ჭკუა იხმარა და გადადო ეს პროცესი ორშაბათისთვის, თუმცა ჩვენ მაინც არ მოგვეცა შესაძლებლობა მზიასთან შეხვედრის იმიტომ რომ შაბათ-კვირას მასთან კონტაქტი არ შეიძლება ადვოკატებს არ უშვებენ. ანუ მისი ეტაპირება მოხდება ახლა რუსთავიდან პირდაპირ ისევ ბათუმში და თქვენ როგორც ადვოკატს არ გექნებათ შესაძლებლობა გასაუბრების. მაია, ერთი სამართლებრივ ტექნიკური საკითხის განმარტება მინდა გთხოვოთ, იმიტომ რომ აი შეკითხვებიც, რომელიც აი ამ 2 დღის განმავლობაში ინტენსიურად შემომდიოდა, მეც უკავშირდება რესურს სამართლებრივ შესაძლებლობას, აი ამ სივრცეს, რომელიც აქვს მოსამართლეს გადაწყვეტილების მისაღებად. პროკურორის განცხადება მისი შინაარსი მოვისმინეთ, პირდაპირ მოთხოვნა და მინიშნებაა რომ მხოლოდ აღიარების და მონანიების შემთხვევაში საპროცესო შეთანხმებისკენ წავიდეს საქმე, მაგრამ მოსამართლეს რისი რესურსი აქვს რომ არსებული პროცესის ამ ეტაპის გათვალისწინებით თუნდაც მიუსაჯოს, ან რო არ გაამართლებს გასაგებია, მაგრამ მიუსაჯოს მზიას, მაგრამ ისე რომ დაუშვათ აი რაც უკვე ზის 7 თვე რომ გამოიქვითოს და დაუშვათ პირობითიან რაღაცა ან ჯარიმა დაეკისროს, რაც თავარია რომ ის თავისუფლებაზე გამოვიდეს. იმის გათვალისწინებით რომ ზია არანაირი ბრალის აღიარებას არ აპირებს.
დიახ, გიორგი, მოკლედ ისევ საპროცესოზე გეტყვით, გავაკეთე კომენტარი, ეს არის ჩვეულებრივი მანიპულირება, მეტი არაფერი. თვითონ სისტემა ეს როგორი ჩვენ გვაქვს საპროცესოზე, ამაზეც არაერთხელ ვიქნებთ, ეს არის მახინჯი და ზეწოლის სისტემა, იმიტომ რომ მეორე ალტერნატივა არ არის დამოუკიდებელი არბიტრი და პროკურატურა გეუბნება ასეთ შემთხვევებში ხოლმე აღიარე, თუ არა სასამართლოდან ვერაფერს ვერ წაიღებ, ეს მოცემულობაა. ეხლა რატომ არის უფრო მეტი სიმახინჯე ჩვენ შემთხვევაში? საპროცესო კეთდება როდის იცით, თუ ეს არ არის მანიპულირების იარაღი და თუ მეტნაკლებად გინდა დარჩეს კანონის ფარგლებში. მაგალითად, გამოძიების დასაწყის ეტაპზე და ბრალდება ყოველთვის უნდა თავაზობდეს, რომ არ დავკარგო დრო, რესურსი ამ საქმის გამოძიებაზე და ბრალის აღიარების გზით თუ წავალ, სწრაფად დასრულდება მართლმსაჯულება და მაშინ ხდება ხოლმე საპროცესო. მაგრამ მაშინ, როდესაც დავასრულეთ ამდენი თვეის მერე სასამართლო პროცესი სრულად და პროკურორი დასკვნითი სიტყვაც თქვა პროკურორმა და სრულიად გაშიშვლებულია პროცესი, რომ არაფერი არ არის ამ პროცესში, აი პროკურორი ადგა და ამბობს, აი რომ დასრულდა, აი ეხლა თავაზობთ საპროცესოსო. ეს კიდევ ერთხელ ამხელს, რომ სასამართლო არ არის, ნახეთ, უკვე სასამართლომ უნდა თქვას განაჩენი, ან სასამართლო როგორ არ არის შეურაცხყოფილი, ხომ? პროკურორმა ყველაფერი დაამთავრა, ყველაფერი მორჩა, ხვალ უნდა იყოს განაჩენი და დღეს გეუბნება, მოდი თუ გინდა კიდე ვივაჭროთ, იმიტომ რომ ხვალ ამ სასამართლოდან ვერაფერს ვერ წაიღებ. აი ეს სიმახინჯეა და ეს სწორედ ამ სიმახინჯის გამოზის მზია ამაღლობელი ციხეში, სხვა რამეების გამო კი არა, სწორედ აი ამ მახინჯის სისტემის სიმახინჯის გამოზის. რახსოვთ თავდაპირველად მზიამ რო თქვა, არ მივიღებ მათი თამაშის წესებსო. აი სწორედ ეს გახლავთ გიორგი, ამ ტიპის საპროცესო. ეხლა რაც შეეხება სასამართლოს რა შეუძლია გააკეთოს. პირველ რიგში, რასაკვირველია, ძალიან ცუდი ყველას და მათ შორის თქვენს და მათ შორის ყველას ეჭვიარეპარება, რომ ეს მოსამართლე, ხომ, ანუ ტყუილად ვსაუბრობთ, არ დაადნეს გამამართლებელ განაჩენს. არადა მთელი ჩემი კვალიფიკაციით ვაძლევ პასუხს, გიორგი, მთელი ჩემი კვალიფიკაციით, ცოდნით, გამოცდილებით, სინდისით და ნამუსით ვაძლევ პასუხს, რომ ამ საქმეზე უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი. მაგრამ მოდით ახლა დღევანდელი რეალობა რა გვაქვს, ხომ? არავინ არ მოგატყუოთ. დღეს არ მინდა ამაზე საუბარი და ხვალ დაველოდები განაჩენს. მოსამართლეს შეუძლია დარბაზიდან გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი. ამის არაერთი სამართლებრივი საშუალება აქვს დარბაზიდან გაათავისუფლოს. მე იმ დღეს არაერთ საქმეს ვკითხულობდი და არ ვიცი, ამ პროცესის კიდევ ერთი უბედურება რა არის, იცით, ველაპარაკები მოსამართლეს, რომელსაც არ აქვს სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაცია. ჩვენ ხო აღარ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, რაღაცა პროფესიული პასუხისმგებლობა, პატივი და ღირსება. არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, თავად დაადასტურა, არ აქვს ჩაბარებული სისხლის სამართალში, ასე ვთქვათ, საკვალიფიკაციო გამოცდები. მას აქვს ჩაბარებული რაღაც სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ სამართალში. და გარდა ამისა, მე მაქვს აღთქმა, რომ ვესაუბრები, მას რო არ ესმის, რაზე ვესაუბრები, გიორგი, სამწუხაროდ. ეხლა რა გითხრათ, იმ დღეს დასკვნით სიტყვას რო ვკითხულობდი, ბადრაგი ისეთი ყურადღებით მისმენდა, მე მქონდა განცდა, რომ ანუ მოსამართლე რამდენად მისმენდა ყურადღებით ამაზე თავს ვერ დავდებ, ყველაზე მეტი ყურადღებით ახლა დარბაზს არ ჩავთვლი, რასაკვირველია, მისმენდა აი სწორედ ბადრაგი, რომელიც ასე ვთქვათ მზიას გვერდით იდგა. ეს არის უბედურება. ამიტომ სასამართლოს შეუძლია ხვალ მზია გაათავისუფლოს დარბაზიდან იმ პირობებშიც კი თუ კი არ დაადნეს გამამართლებელ განაჩენს. აი, ზუსტად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაც და თქვენი პასუხიც. ანუ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, რამდენადაც მე პირადად გამოვრიცხავ, რომ მოსამართლე დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ კი ივანიშვილს აქვს გადაწყვეტილი, რომ აღარ გაამწვაოს ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ისედაც რა სიტყვა მოვძებნო, არ ვიცი, გადაჭარბებულად დაისაჯაკია, არ ვიცი რაც, ხო? ანუ მიაღწია მან თავისთვის რაღაცა შედეგს, რომ რაღაც ანუ გამამართლებელი განაჩენი კი არ დადგეს, არამედ მოსამართლეს აქვს სამართლებრივი რესურსი, პროკურატურის პირობითად უკან დაუხებლობის შემთხვევაშიც კი ან გადააკვალიფიციროს თუ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მზიას მიესაჯოს რაღაცა, მაგრამ თავისუფლებაზე გამოვიდეს.
ეხლა ეს მხოლოდ მოსამართლის ხელშია, ეს მხოლოდ მოსამართლის და არა პროკურატურის. იმიტომ რომ ეს საპროცესო იყო ფიქცია, ასე ვთქვათ, სპექტაკლის ნაწილი. ეხლა ეს მხოლოდ მოსამართლის ხელშია და მოსამართლეს ნახეთ რატო ვამბობდით, ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ დასკვნით სიტყვაში. რატომ იყო ეს თავშივე, ასე ვთქვათ, ტარგეტირებული და ანგარიშწორების გამო ბრალდება და არაერთი კითხვა გქონდა გამომძიებელთან და მათ შორის მე სასამართლოს უხსნიდით, რომ ამ მუხლით კვალიფიკაცია დაიწყო ისე, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ოდნავი ობიექტურობის პირობებშიც კი გამოძიება უნდა დაწყებულიყო, თუ მაინდა-მაინც დანაშაულის ნიშნებს დაინახავდი, გამოძიება უნდა დაწყებულიყო პირობითად 126-ე მუხლით მაქსიმუმ გიორგი. იმიტომ რომ არაფერი არ გაძლევდა იმის საფუძველს, რომ დაგეწყო 353 პრიმა თავდასხმის მუხლით. მე არაერთი მაგალითი წაუკითხე სასამართლო პრაქტიკიდან და სწორედ ამიტომ დაველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას. არ ეგონოთ, რომ დავანებებ თავს სასამართლო პრაქტიკის მაგალითების კითხვით და მითითებით და ცხვირის დადებით. ამიტომ სასამართლოს შეუძლია ნებისმიერ კვალიფიკაციაზე გადასვლის შემთხვევაში. პროკურორი რო ვითომ წუწუნებდა პროკურორმა ასეთი რამე ბრძანა პროცესზე, რომ ის ზიანიო როგორც იქნა მივიყვანეთ აქამდე, ის ზიანიო რაც მიიღო ბატონმა დგებუაძემო, გასაგებია რომ არც 4 წელი ღირსო და 1 წელიც არ ღირსო, მაგრამ რა ვქნათო დაახლოებით ესეთი რამე თქვა. ანუ თუ არაფერი წარმოგიდგენიათ როგორ ამეს ამბობს პროკურატურა. ესე იგი თუ არაფერი ზიანი, ან იმ ზომის ზიანი არ მიუღია, ესე იგი იმ დოზით არ უნდა აგოს პასუხი, ხო? მაგრამ მაინც ინარჩუნებს ბრალდების ამ სიმკაცრეს, მიუხედავად ამისა. თავისთავად ეწინააღმდეგება საკუთარ თავს და პოზიციას. ბრალდება, დიახ, რომ იქცევა ისე როგორც ყოველთვის იქცევა სამწუხაროდ ბრალდებას რო ქონოდა სურვილი ოდნავ ღირსეულად გამოჩენილიყო ამ საქმეში, მაშინ თვითონ ბრალდება მიიღებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ ამის ამბიცია სამწუხაროდ არა, ამის ამბიცია სამწუხაროდ, ამიტომაც სიმძიმის ცენტრი არ გადამაქვს არც მე, არც თქვენ, არც პროკურატურაზე, არც იმ მოსამართლეზე. მე ვამბობ, რომ თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და ნება ივანიშვილის, სამართლებრივი რესურსი მოსამართლის მიერ ამდაგვარი გადაწყვეტილების მიღების არსებობს. ამაზე მივიღეთ თქვენი პასუხი. მაია რა მინდა კიდევ რომ დიახ, მაგრამ გიორგი, ერთი რამ მინდა გითხრათ, მე არ დაგეთანხმებით, რომ სიმძიმის ცენტრი პოლიტიკურად თქვენ შეგიძლიათ ასე თქვათ, კონკრეტულ მოსამართლეებს და პროკურორებს აქვთ პასუხისმგებლობა. ეს ისინი თანხმდებიან ამ თამაშის წესებზე. რა თქმა უნდა, მორალურიც და მომავალში სამართლებრივიც იქნება. მე უბრალოდ უფრო რაც რეალიზმიდან ამოვდივარ. სამართლებრივი, რა საკვირველია. მაია, ასეთი კითხვა უნდა დაგისვათ და დიდხანს აღარ სამწუხაროდ ესეთია და ვთქვათ, აი ერთი კონკრეტული შეფასებების გათვალისწინება. კი ბატონო და მოგცემ საშუალებას რომ მე შეაჯამოთ კიდეც, მაგრამ ერთი კონკრეტული რამ მაინტერესებს. მე თქვენი გამოსვლა ვერ ვნახეთ თავისთავად ფიზიკურად ეთერში ვიყავი იმ დღეს, მაგრამ რაც მოვისმინე, ერთ-ერთი იყო თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მთელი ამ 7 თვის განმავლობაში პროკურატურის არც ერთ გამომძიებელს არ ქონია გასაუბრება, დაკითხვა არ ჩაუტარებია, თავად ბზიასთან არ მისულან. სწორად გავიგე, რომ ეს ნამდვილად ასე მოხდა? კარგი. ამის პარალელურად პრემიერ-მინისტრის დონეზე ვისმენთ განცხადებებს, რომ ზიას ეს დანაშაული თურმე მისი ინიცირებული კი არ ყოფილა, არამედ რაღაცა დიდი შეთქმულების ნაწილი, მზია იყო შემსრულებელი deep state-ის მიერ დაგეგმილი რაღაც ოპერაციის, რომლის ნაწილიც იყო მზიას ეს მოქმედება. ანუ გამომძიებლებს ან საქმისთვის, ან თუნდაც პოლიტიკური პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო, ხო? ხო უნდა დაეკითხათ მზია და შეკითხვები დაესვათ, რომ თქვენით მოქმედებდით ამას ასე თუ deep state-მა დაგირეკათ, დაგავალათ, როგორ დაგავალათ, ვისთან ერთად იყავით შეთქმულები ამისთვის, რომ დგებუაძისთვის ლოყა აგეწითლებინათ თუ ასე შემდეგ. არ ყოფილა ესე იგი, საერთოდ გამომძიებლებს ამ თემაზე დაკითხვებიც კი არ უწარმოებდა. არა მხოლოდ ამიტომ. რაზე მეტყველებს? არანაირ თემაზე, გიორგი, ბოლოს აი ეს რაზე მეტყველებს, მე დიდი ხანი, რამოდენიმე საათი მოვანდომე იმის, ასე ვთქვათ, ახსნას, რატომ იყო გამოძიება და ბრალდება მიკერძოებული და არაკეთილსინდისიერი. არაერთი გარემოებაზე მივუთითე და ერთ-ერთი ეს იყო. მე პროკურორებს უთხარი გეკითხათ, ეგება და აღიარებდა ეს ადამიანი დანაშაულს გამოძიების განმავლობაში. როგორც პროცესზე აღმოვაჩინეთ, მთელი დოღი იყო გამომძიებელი, 8 გამომძიებელი იძიებდა ამ საქმეს და 2 პროკურორი ზედამხედველობდა და ყველა მათგანი პირველად ნახა მზიამ სხდომის დარბაზში. ეს რაზე მიუთითებს, იცით, მზია
არავის არ აინტერესებდა ან მზიას პოზიცია, ან მზიას ჩვენება. მზია საერთოდ მათთვის არ იყო ამ საქმეში. წარმოიდგინეთ, საქმე დაიწყეს და დაამთავრეს ისე, რომ ერთხელ არ მივიდნენ მასთან გამოსაკითხად. მაგრამ რაც შეეხება ეხლა აი ამ პოლიტიკურ განცხადებებს, ვითომ და deep state და ასე ვთქვათ, დავალება და ტრეინინგი, არაერთი განცხადება წავიკითხე პროცესზე ამასთან დაკავშირებით და სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ვითხოვდით ამ განცხადებების დართვას საქმეზე პროკურორმა ბრძანა, რომ ესო პოლიტიკური შეფასებებიაო. პოლიტიკური განცხადებებიაო. ბრალდებამ თქვა, რომ მზიას საქმეს ხელისუფლება იყენებს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. გამიგეთ? და ამავე საქმეში რასაკვირველია, ბრალდე იქ გამოძიება ეცადა ამ კუთხის განვითარებას, მაგრამ ვერ აწიეს ეს ტვირთი. ეს პატაკი ცნობილი ჩიტაიასი ვიღაცამ რო სადღაც სიზმარში ნახა რომ თვართები ოზურგეთის პოლიციის თანამშრომელი ხო? დიახ, რომელიც გააქრო ბრალდებამ ვერ გარისკა რომ მოეყვანა სასამართლოში, ვერ გარისკა რომ ჩვენ დაგვეკითხა ეს პოლიციელი. და საბოლოოდ მზიამ ერთადერთი კითხვა დაუსვა პროკურორს, იმიტომ რომ წინა პროცესზე პროკურორებმა დაიწყეს რომ ვითომ კარგი ბიჭები ვართ, ასე ვთქვათ და აი თუ რაიმე კითხვა გაქვთ ეხლა ჩვენთან ქალბატონო მზია დაგვისვით შევდეთ პროცესზეო. აი ეს ამბავი იყო და მზიამ დაუსვა ერთადერთი კითხვა. მზიამ უთხრა ის ჩემი ტელეფონი რო ამოიღეთო. თუ იპოვნეთ deep state-იო, ამდენი თვია ტელეფონი აქვს გამოძიებას ექსპერტიზაა დანიშნული. პროკურორმა ძალიან მორცხვად უპასუხა, რომ ჯერ ექსპერტიზა არ დასრულებულა. გიორგი, არადა ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ტელეფონი, iPhone-იც არ გახლავთ. მოკლედ, ეს ისტორია სამართლებრივად ასე მორჩა. სამართლებრივად ეს ზღაპარია, სამაგიეროდ, ასე ვთქვათ, ამ ხელის უმაღლესი თანამდებობის პირები ტირაჟირებენ და ტირაჟირებენ აი ამ ასე ვთქვათ აბსურდულ ვერსიას, რომ ეს თუ მაინდა-მაინც დღებუაძისთვის რო უნდა შემოელაწუნებინა ეს სილა, მზიამ ასე ვთქვათ მიიღო ვიღაცა დაუდგენელი პირების დავალებით. რა გითხრათ, სამარცხვინო ეს სიტყვა მსუბუქი შეფასება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ თვალსაზრისით კი ბრალდებამ კაპიტულირება მოახდინა აბსოლუტურად. მაია, ძალიან დიდი მადლობა. ცხადია ჩვენ ყველანი თქვენთან ერთად ველით. ხვალ პირველ რიგში მზიას სიტყვას მაყურებელს შევახსენეთ, რომ 13 საათზეა ჩანიშნული ეს ხდომა და ველით რომ albათ ხვალვე უკვე განაჩენს მოვისმენთ. მადლობა უთხრათ ადვოკატს მაიამ წარიაშვილს. მხნეობა უსურვოთ, რა თქმა უნდა, თავად მზიას და ყველა მის გულშემატკივარს. მზია თავისუფალი იქნება და ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმის ფალსიფიცირებაში, მის პოლიტიკურ უზრუნველყოფაში ღებულობენ მონაწილეობას, აუცილებლად აგებენ არა მარტო პოლიტიკურ პასუხს, იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, აი ეს სრულიად სამარცხვინო ისტორიული მნიშვნელობის საქმე ქართველი ქალი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. მადლობა მაიას დამშვიდობოთ.